წრფივი ფუნქციის თვისებები. წრფივი ფუნქცია აი ესეთი სახის ფუნქციას ეწოდება. აქ k და b, აი ეს k და b არის ნამდვილი რიცხვები, ხოლო x-ი არის დამოუკიდებელი ცვლადი, ეგრეთ წოდებული არგუმენტი, ხოლო y-ი x-ზეა დამოკიდებული და მას ფუნქცია ეწოდება. წრფივი ფუნქციის გრაფიკი არის წრფე. თუ b კოეფიციენტი ნულის ტოლია, მაშინ ფუნქცია ესეთ სახეს ღებულობს y უდრის kx და ასეთი სახის ფუნქციას პირდაპირ პროპორციულობა ეწოდება. პირდაპირ პროპორციული ფუნქციის გრაფიკი აი ესეთი არის. ან ესეთი. ეს არის შემთხვევა, როდესაც k 0-ზე მეტია, ეს არის შემთხვევა, როცა k 0-ზე ნაკლებია. ორივე შემთხვევაში b უდრის 0-ს. ეხლა აქ უკვე b 0-ს არ უდრის და k მეტია 0-ზე. ფუნქციას დადია, როგორც ხედავთ. აქ b არ უდრის 0-ს და k ნაკლებია 0-ზე. აი b-ს მნიშვნელობა აქ ეს არის დადებითია. და აქ b-ს მნიშვნელობა დადებითია, ან b მეტია 0-ზე ეს არ არის სწორი. აი b-ს მნიშვნელობა არის დადებითი. აქ უნდა გადიოდეს ეს ფუნქცია, ქვემოთ უნდა კვეთდეს y ღერც, რომ b 0-ზე ნაკლები იყოს. ამ შემთხვევაში b 0-ზე მეტია. ამ შემთხვევაშიც b 0-ზე მეტია. ესე იგი, აი აქ b ნაკლებია 0-ზე, ეს სწორი არ არის. ეხლა, თუ k უდრის 0-ს და b მეტია 0-ზე, მაშინ ფუნქციის გრაფიკი წარმოადგენს ox ღერძის პარალელურ წრფეს, y უდრის b-ზე. b 0-ზე მეტია, ზევით არის, ხომ? გრაფიკი. თუ b 0-ზე ნაკლებია, გრაფიკი ხედავთ ox ღერძის დაბლა. ეხლა, თუ ჩვენ გვაქვს მოცემული ორი ფუნქცია, y უდრის k1x plus b1 და y უდრის k2x plus b2. ამ ორი ფუნქციის გრაფიკები ერთმანეთის პარალელურია მაშინ, თუ k1 უდრის k2-ს. ესე იგი, თუ k კოეფიციენტები ტოლია ფუნქციების, მათი გრაფიკები ერთმანეთის პარალელური იქნება. და b1 განსხვავდება b2-ისგან. თუ k1 უდრის k2-ს და b1 უდრის b2-ს, ფუნქციის გრაფიკები ერთმანეთს ემთხვევა. და თუ k1 უდრის k2-ს, ფუნქციების გრაფიკები ერთმანეთს კვეთენ. თუ k1 განსხვავებულია k2-ისგან, ხო? მაშინ ფუნქციის გრაფიკები ერთმანეთს კვეთენ. ავაგოთ y უდრის 2x - 3 ფუნქციის გრაფიკი. ამისთვის აი ესეთი ცხრილი შევადგინოთ, სადაც x მივანიჭებთ ნებისმიერ მნიშვნელობებს და შევარჩიოთ ისეთი მნიშვნელობები, რომ y ადვილი გამოსახულელი იყოს, x პირველად ავიღოთ 0-ის ტოლი. თუ x-ი 0-ია, 0 ჯერ 2 0 იქნება და y იქნება -3. აი ჩავწეროთ x-ის y-ის მნიშვნელობა -3. ეხლა ჩავსვათ x-ის ნაცვლად 1. 1 ჯერ 2 არის 2 და 2-ს -3 არის -1. y იქნება -1. ესე იგი, გვაქვს სიბრტყის ორი წერტილი, რომელთა კოორდინატებია 0 და -3 და 1 და -1. ავაგოთ ეს წერტილები, აი ეს არის 0 და -3, ეს ერთი წერტილი, აი ეს არის, მეორე წერტილი აი ეს არის 1 და -1. აი ეს წერტილი. ამ ორ წერტილზე გავატაროთ წრფე და მიღებული წრფე, ეს წრფე არის y უდრის 2x - 3 ფუნქციის გრაფიკი. ნუ ყველა სხვა შემთხვევაშიც ასევე ანალოგიურად შეძლებთ ფუნქციის გრაფიკის აგებას. ხომ. ეხლა შემდეგი ამოცანა. გრაფიკის აუგებლად იპოვეთ y უდრის 2x - 3 და y უდრის 3x - 5 გრაფიკების გადაკვეთის წერტილის კოორდინატები. ეს ორივე ფუნქცია წრფივი ფუნქციაა და მათი გრაფიკები წრფი არის და წრფეები ერთმანეთს კვეთენ მხოლოდ ერთ წერტილში, ხომ? ორი წრფე ერთმანეთს კვეთს მხოლოდ ერთადერთ წერტილში. ეს ამ წერტილის კოორდინატები რო ვიპოვოთ, გავუტოლოთ ეს ფუნქციის აი ეს მნიშვნელობები ერთმანეთს, ხომ? ესე იგი 2x - 3 გავუტოლოთ 3x - 5-ს. აი ეს. და მიღებული განტოლება ამოხსნათ. x-იანები ერთ მხარეს დავალაგოთ, თავისუფალი წევრები მეორე მხარეს, მივედოთ რომ x-ი 2-ის ტოლია და x-ის მნიშვნელობა, ესე იგი ამ წერტილის კოორდინატი, გადაკვეთის წერტილის x კოორდინატი 2-ია, შემდეგ x-ის ეს მნიშვნელობა ჩავსვათ, აი რომელიმე ამ განტოლებაში, არ ვთქვათ ამაში, ხო? x-ის ნაცვლად ჩავსვათ 2. 2 ჯერ 2 არის 4 და 4-ს - 3 არის 1. ესე იგი, y კოორდინატის მნიშვნელობა იქნება 1. ამრიგად, იმ წერტილის კოორდინატები, რომელშიც ეს ამ ორი ფუნქციის გრაფიკი ერთმანეთს კვეთს, არის 2 და 1. x კოორდინატი 2-ია, ხოლო y კოორდინატი 1-ია. როგორც თქვით, y უდრის 2x - 3-ში უნდა ჩავსვათ x-ის ნაცვლად 2,
და ეს არის 4-3 გამოგვივიდა და ესე იგი y-ი უდრის 1-ს. ესე იგი ფუნქციები, ფუნქციების გრაფიკების გადაკვეთის კოორდინატები იქნება გადაკვეთის წერტილის კოორდინატები იქნება x უდრის 2 და y უდრის 1, ანუ 2-1 წერტილი. 2 არის x კოორდინატი, 1 არის y კოორდინატი. შემდეგი ამოცანა. f ფუნქციის გრაფიკი საკოორდინატო ღერძებს კვეთს a 0-6 და b 8-0 წერტილებში. დაწერეთ წრფივი ფუნქცია, რომელიც გადის 2-2 წერტილზე და პარალელურია ამ წრფის, ესე იგი იმ წრფის, რომელიც a b წერტილებზე გადის. ამის ამსახსნელად მოდით ავაგოთ ამ f ფუნქციის გრაფიკი. ხედავთ, აი ღერძები გვაქვს აქ მოცემული და ამ ღერძებზე მოვნიშნოთ, ესე იგი მოვნიშნოთ 0-6 წერტილი იქნება აი აქ, ეს a წერტილია. b წერტილი აი აქ იქნება 8-0 წერტილი და მასე გავატაროთ წრფეა, ეს წითელი ფერის გრაფიკი არის სწორედ f ფუნქციის გრაფიკი, რომელიც გადის აი ამ წერტილებზე 0-6 და 8-0 წერტილებზე. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს მისი პარალელური ფუნქცია, პარალელური ფუნქციის გრაფიკი, რომელიც გადის 1-1 წერტილზე, შეხედეთ, 2-2 წერტილზე ბოდიში, ეს არის 2, ესეც 2, ხომ? აი ამ წერტილზე, რომელიც გადის, აქ 1-1 აწერია, 2-2 უნდა ეწეროს, აი ამ წერტილის კოორდინატები არის 2-2. 1 აქ არის, 1 აქ არის, ეს 2-ია, ეს 2-ია, 2-2. ესე იგი, და თან პარალელური ამ წრფის, ეს გრაფიკი ამ წრფის პარალელურია. რახან ეს გრაფიკი ამ წრფის პარალელურია, k კოეფიციენტები მათ ექნებათ 1 და იგივე. ეხლა k კოეფიციენტი აი ამ ფორმულით შეგვიძლია გამოვთვალოთ. y2 - y1, x2 - x1. შეფარდება. k უდრის y2 - y1, შეფარდებული x2 - x1. y2, აი ესე იგი, ეს არის x1 და ეს არის y1, აი ეს არის x2 და ეს არის y2. y2, ანუ 0-ს - y1 არის 0-ს - 6. ეს არის -6 და x2-ს, ანუ 8-ს - 0 არის 8. ანუ -6 მერვედი არის k კოეფიციენტი, ანუ -3/4. ესე იგი, აი ამ გრაფიკის k კოეფიციენტი არის -3/4. იგივე იქნება -3/4 აი ამ გრაფიკის k კოეფიციენტი. ეხლა b ნახაზიდან ჩანს, რომ b კოეფიციენტი აი ამ გრაფიკისთვის არის 6. ამრიგად, აი ამ წითელი გრაფიკის, ესე იგი, ფუნქცია, ხომ, ეს არის f ფუნქციის გრაფიკი, ხომ, აი ფუნქციის გამოსახულება ესეთი იქნება, y უდრის -3/4 x + 6. ამისი გრაფიკი არის ეს მოცემული. ესე იგი, და ჩვენ გვაინტერესებს აი ამ გრაფიკისთვის დავწეროთ ესეთი გამოსახულება, ხო? უნდა ვიყოლოთ ფუნქცია, რომლის გრაფიკი ამის პარალელურია. როგორც თქვით, ამ ფუნქციის k კოეფიციენტი იგივე იქნება -3/4 ის ტოლი და ამ გრაფიკს, ამ ფუნქციის გრაფიკს იქნება ესეთი სახე, y უდრის -3/4 x + b. აქედან ახლა x-ის ნაცვლად ჩავსვათ 2, იმიტომ ეს ხომ ამის კოორდინატი ხო 2-ია, არა, x კოორდინატი 2-ია, ხო? ჩავსვათ 2 და გამოვთვალოთ b ხო რისი ტოლი იქნება რა, y-ის ნაცვლად თუნდაც ასევე 2 უნდა ჩავსვათ, იმიტომ ამას y კოორდინატიც 2-ია. ხომ? 2 და აქაც 2. ესე იგი 2 ტოლია -3/4 და გამოვთვალოთ 2-ზე + b. და აქედან გამოვთვლით b-ს მნიშვნელობას და b ტოლი არის 2-ს + 6/4 არის 1.5. 2 + 1.5 და 3.5 ტოლია ეს b კოეფიციენტი და ამრიგად აი ამ ფუნქციის აი ამ ფუნქციის გამოსახულება იქნება y უდრის -3/4 x + 3.5. ეს არის საძიებელი ფუნქცია. ესე იგი, ეს არის ის ფუნქცია, რომელიც გადის, რომელიც არის აი ამ ფუნქციის, რომლის გრაფიკი არის აი ამ გრაფიკის პარალელური და გადის 2-2 წერტილზე.